შუა დღე მშვიდობის დღემშვიდობისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. გამარჯობა მეგობრებო, ძალიან კარგია რომ შემოგვიერთდით. ახლა გვაქვს შანსი გავგანდოთ თუ რა გვექნება გადაცემაში და მე უკვე ყველაფერს ერთად ჩავივიდით. და მე ერთად ვიყოთ საათნახევრის განმავლობაში. რაც მთავარია, ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელი, Facebook გვერდზე და Instagram გვერდზე და გამოგვიგზავნოს უკუ კავშირი, რადგან აუცილებლად გავითვალისწინებთ თითოეულის ხოვნას და ჩვენთვისაც სიახლე იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. ნამდვილად. ნახოთ ანონსი. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ახალგაზრდები და სოციალური პასუხისმგებლობა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ ჯიბლაძე და მოსწავლეები ანასტასია სიხარულიძე და ნინო ხურციძე. წინა საახალწლო ბათუმი, ცოცხალი მუსიკალური შესრულება. სტუმრად ორგანიზატორი და დამფუძნებელი ანდრია კიკონიშვილი და მსახიობი მურმან ჯინორია. ვნახოთ ქეთა ჩუთლაშვილის საახალწლო გამოკითხვა. და ბოლოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების წახალისება. სტუმრად პროფესიული განათლების მასწავლებელი ნანა ანანიძე და აკადემიის პიარ მენეჯერი ელენე კურტანიძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დროა ნელ-ნელა უკვე თემებისკენ წავიწიოთ, როგორც ამბობენ. ჩვენ სულ ლაპარაკობთ ხოლმე, რომ ძალიან ბევრი უნართვისება ბავშვობიდან უნდა შევიძინოთ იმისთვის, რომ ვიყოთ საკუთარი თავისთვის კარგები და საზოგადოებისთვისაც ეს ერთმანეთისგან რა თქმა უნდა შორს არ არის ორი ვიღაცას გონია რომ შეიძლება მხოლოდ ერთი შეიძლება ან მეორე სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია ამ უნარების ფლობა და რა თქმა უნდა ბუნებაში თუ ასე თავისთავად დაუშვათ სიკეთე არ არსებობს ეს სოციუმში არსებობს და ამას თაობების განმავლობაში 1000 წლების განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს ასწავლიდნენ და ნელ-ნელა მოვედით აქამდე და ხშირად ისმის შეკითხვა დაუშვათ როგორ უნდა ვაკეთოთ კარგი საქმეები ხო ამას უკეთებდეთ აფიშირებას თუ არა არსებობს ადამიანები ვინც ამბობს რომ სიკეთის აფიშირება არ ჭირდება და პრინციპში აქ რა არგუმენტებიც აქვს კონივრული რა თქმა უნდა ყველა ვეთანხმებით მოწინააღმდეგეებიც ამაზრის და არსებობს ადამიანები ვინც ამბობს რომ კი ბატონო შეიძლება სიკეთი გავაკეთოთ ჩუმად მაგრამ ან ხმამაღლაც გავაჟღეროთ მაგრამ იმიტომ კი არა რომ დავუშვათ ქულები დავიწეროთ არამედ იმისთვის რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავთოთ ამ საქმეში და მე დავწყვეტ იმით თუ რა კარგები ვართ ყველა ერთად და რაც უფრო ბედნიერი იქნება სოციუმის ყველა წევრი მით უფრო კარგი სოციუმი იქნება ხო იმიტომ რომ კარგ განწყობაზე, როდესაც ხარ, როდესაც რაღაც ძირეული პრობლემები, ანუ ისე დიდი პრობლემები მოშორებული გაქვს, რა თქმა უნდა, უკეთესი საზოგადოება ხარ. და ამაში პირველი სკოლის არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც უშუალოდ არიან ჩართული იმისთვის, რომ წინა საახალწლოდ გაუხალისონ ცხოვრება არა მარტო ადამიანებს ამ შემთხვევაში, არამედ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც. და სტუმრებს წარმოგიდგენთ ბარემ კაპიტან თამარ ჯიბლაძე, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ანასტასია სიხარულიძე, მეცხრე კლასის მოსწავლე და ნინო ხურციძე, მე-11 კლასის. გამარჯობა. მოგესალმებით. თქვენ პირველად არ ხედავთ რა თქმა უნდა მათ ჩვენს ეთერში, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი კიდე ერთი საინტერესო წამოწყებით არიან მოსული და მოგვიწევთ თუ შეიძლება. მოგესალმებით, მე ვარ ნინო ხურციძე, ქალაქ ბათუმის ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე. ჩვენ საქველმოქმედო პროექტის განხორციელება დავიწყეთ წინა წლის მეორე სემესტრიდან და დღემდე აქტიურად ვახორციელებთ ამ პროექტს. პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმნით უამრავი ხელნაკეთი აქსესუარები, როგორც არის სამკაულები, ასევე მოვხატეთ ჩანთები და მაისურები. შევქმნით ორიგინალური თიხისგან ნაკეთობები შევქმნით და ასევე გავაკეთეთ და მოვუხსოვეთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩანთები. ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ ჩემს კლასელებს, რომლებთან ერთადაც ვაწარმოებდი ამ პროექტს, არამედ ჩვენივე სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებსაც, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი გაკეთებული ნამუშევრები და შემდეგ გადმოგვცეს. ჩვენი გაკეთებული ნივთები გავიტანეთ გასაყიდად და გავაკეთეთ ძალიან საყვარელი გამოფენა გაყიდვა, რასაც მოყვა საკმაოდ დიდი გამოხმაურება. შემდგომ შემოსული თანხით შევიძინეთ სურსათი და დავეხმარეთ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს. ამ პროექტში ასევე უდიდესი წვლილი მიუძღვის იმ კომპანიებს, რომლებიც დაგვეხმარნენ და ასევე სპონსორობა გაგვიწიეს. ესენი არიან დონა
იმის კარგი იქნებოდა პრინციპში გამიხარდებოდა ძალიან ყველას ჩამოვთვლიდით, მაგრამ ხანდახან შეზღუდული ვართ ხოლმე საზოგადოებრივი მოწყობილი ახლა ვართ, თუმცა ყველა კომპანია ვინც ამაში მონაწილეობდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ ალბათ ამ შემთხვევაში მაგალითები ხართ იმისი, რომ სოციალური პასუხისმგებლობა შესაძლებლობებთან ერთად იზრდება და თქვენ ამის მაგალითს გვაძლევთ. ისე პაატა ეხა ვუსმენთ და როგორი სასიამოვნოა ის აქტივობა, რომ ბავშვობიდანაც მოდის, ესე ერთად არიან. ჩვენ გავიხსენებთ ალბათ ბავშვობაში სოფო, ხშირად ხელსაქმით ვიყავით დაკავებულები, ბებიები გვასწავლიდნენ ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო აი ეს აქტივობები, რომ ზუსტად ამაში ჩაგვედო, თუნდაც გაგვიყიდა ჩვენი ნაკეთობა და ისევ ქველმოქმედებაში ჩაგვედო ეს ყველაფერი და ისე ბევრი ენერგია დაგეხარჯათ იმაში, რომ დაუშვათ, როდესაც თქვით ვიღაცება, ნუ ფეხი აიტრიეს, ნუ ბუნებრივია, რამდენიმე გასხონდებით ერთმანეთისგან და ხდება ზოგი ნელა ერთება, ზოგი სწრაფად ერთება. ანუ ენთუზიაზმი როგორი იყო? თუ აი გვაწყდა ყველა და არა მე ვიზამ. სიმართლე გითხრათ, კლასში როცა თამარმოწმებელი შემოვიდა, პირდაპირ წარადგინა ეს პროექტი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ხელნაკეთი აქსესუარები. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრს გაუჩნდა სურვილი ამ პროექტში მონაწილეობის, შესაბამისად ყველამ ერთობრივი ძალით შევქმნით ეს აქსესუარები და შემდეგ გავყიდეთ, რასაც თუ აპირებთ რომ მსგავსი ბარემ თქვენთანაც გადმოვაკითხოთ, თუ აპირებთ მსგავსი რახან წარმატებულად შეერყო ყველაფერმა, გააგრძელოთ წლის განმავლობაში და არა მარტო ერთი დღესასწაული შემოიფარგლოთ, ამ ბოლო-ბოლო აი სახალხო სოფელი რო იხსნება ხოლმე, აი ერთ-ერთი ჯიხური რო დაუშვათ ბერიაც ჩაერთოს ამაში რას მიკეთებს აბა შესაძლოა და გააკეთოს წელს გვაქვს ეგეთი პროექტი 27-28 დეკემბერს გვაქვს გამოფენა გაიდვა წელს გვექნება დახლი ერას მოედანზე და ვეხმარებით სოციალურ დაუცველო ოჯახებსაც და უნდა გამოვკვებოთ მიუსაფარი ცხოველები. შესაძლოა მიმაქვს სიტყვები უკან ხედავთ. მეორე სემესტრში ვაპირებთ რომ მივწეროთ მერიას პეტიციის სახით და შემდეგ გვინდა რომ ავაშენებინოთ ცხოველთა თავშესაფარი და იმ შემთხვევაში თუ გვექნება ამ შემდეგ თანხმობა ჩავთავთ მთლიან ბათუმის სკოლებს და უფრო მასშტაბური იქნება ჩვენი საქველმოქმედო პროექტი და დავეხმარებით ესე რომ ვთქვათ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობას. შესანიშნავი, ჩემო საზოგადოებო და ჩემო მმართველო ორგანოებო. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი წარმოდგენასთან გვაქვს საქმე, ბავშვობიდან შეიძლება თურმე ამ ყველაფრის გაკეთება და შესაბამისად გვექნება შანსი, რომ მეტი და მეტი ადამიანები გავაბედნიეროთ და თქვენთან გადმოვთ მაშინ კითხვით. რაც ძალიან ისე წავიღე ხო ყურადღება. მე მგონი. აი ამ შეკითხოს დავსვამ და მე გავჩერდები. მაინც წინა სახელმწიფოისა საჩუქრად მივიღებ ამ დროს. რამდენად მნიშვნელოვანია ის რომ ბავშვობიდან იწყება მსგავს ინიციატივებში ჩართვა. იმის გარდა რომ განათლება აუცილებელია და ბავშვები უნდა გამოვიდნენ აუცილებლად ჭკვიანები და ასე შემდეგ და წარმატებულები. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვის, ძალიან მნიშვნელოვანი არის ადრეული ასაკი და ეტაპი, რომ ახალგაზრდამ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, იბრძოლოს იმისთვის, რომ აღმოაჩინოს მოქალაქეთა პრობლემები და იბრძოლოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. და ამის ნათელი მაგალითი გახლავთ ჩემი მოსწავლეები და არა მხოლოდ ჩემი მოსწავლეები, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვ პატარა ასაკიდან ვასწავლოთ, რა არის ქველმოქმედება, რა არის ის უნარი, რასაც ვეძახით ემპათიას, რა არის ტოლერანტული განწყობების ხვების მიმართ, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია პატარა ასაკიდან ჩვენი მოსწავლეები, მოქალაქეები ჩავრთოთ მსგავსი ტიპის აქტივობებში. პირველი კლასიდან შეიძლება მსგავსი აქტივობის წამოწყება, იმიტომ რომ იდეალურად ხატავენ ბავშვები, ჩვენ გვაქვს მოტანილი სხვადასხვა ხელნაკეთი. კი ბატონო, პატარა პრინცი, რომელიც ძალიან პოპულარული გახლავთ მოსწავლეებში. პატარა ასაკიდან შეიძლება რომ მსგავსი ტიპის საინტერესო აქტივობები განვახორციელებინოთ. თუკი ჩვენ პირველი კლასიდან დავიწყებთ მათ მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ჩართვას, ჩვენ უკვე მე-12 კლასში და სკოლის შემდგომ პერიოდში მივიღებთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ენთუზიაზმით ახსავსე დაეხმარონ სხვა ადამიანებს, ისინი იქნებიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ჩვენთან მსგავსი სამოქალაქო აქტივიზმი და არაფორმალური განათლება არ ფასდება სკოლებში, შეფასების სისტემაზე ვსაუბრობ. კერძოდ ჩვენ ამას შეფასებას არ ვწერთ, მაგრამ ისეთი განვითარებული სახელმწიფოები, როგორებიც გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ნიდერლანდები, ფინეთი, მათ ოფიციალურად თავიანთ შეფასების სისტემაში აქვთ კომპონენტი სამოქალაქო აქტივიზმი, ის მოქალაქეები, მოსწავლეები, რომლებიც აორგანიზებენ და აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა პროექტებში, მათ შეფასებაში ეწერება. ბონუსებს აღებულობ უცხოეთში მიდიან მაგათი მოხალისეება და ეგეც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოში ყოფილობენ მსგავსი მოხალისეები წლების წინ და მე დავუშვათ ბენეფიტი არის, რომ ეხმარებიან იმაში, რომ რაღაც სასწავლებელს რომ ამოირჩევენ, იქ რაღაც შეღავათებსაც უკეთებენ, რომ კიდევ უფრო წახალისდეს დავუშვათ.
მსგავსი ქმედებები. ნამდვილად მოვიყვან იტალიის მაგალითს, მაშინ როდესაც ვასწავლიდი, ზუსტად იგივე სისტემა იყო. მოსწავლეები, რომლებიც აორგანიზებდნენ ლოკალურ პროექტებს, მათ ასევე ეძლეოდათ შესაძლებლობა წარმატებულად განხორციელებული პროექტის შემდეგ, ეძლეოდათ შესაძლებლობა უცხოეთში წასულიყვნენ ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში და იქ უკვე მასშტაბური გლობალური პრობლემა აიღოთ, მაგალითად ეს იქნებოდა გარემოს დასუფთავება, ეს იქნებოდა გენდერული თანასწორობა თუ სხვა და ამ მიმართულებით ემუშავოთ უკვე ევროკავშირის სხვადასხვა წევრის ახალგაზრდებთან ერთად. მსგავსი ტიპის შესაძლებლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვისაც თუ იქნება, ნამდვილად მათ მივიღებთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან გლობალური მოქალაქეები. და მეორე მხარეც არ დაგვავიწყდეს, როდესაც გაქვს განცდა, რომ რაღაც პერიოდში ყველა შეიძლება გაგვიჭირდეს, არა მარტო დოშა ფინანსურად, ხო, ყველას გვაქვს რაღაც ბრძოლები ცხოვრებაში, ეს ჩვეულებრივი ამბავია და როდესაც იცი, რომ შეიძლება უცხო ადამიანსაც უყვარდე ისე, რომ შენგან არაფერს არ ელოდებოდე და ეს განცდა ალბათ მოგცევს ეს საშუალებას, რომ გადალახო ეს შენი გამოწვევები და დაუბრუნდეს სოციუმს გაუმჯობესებული. ნამდვილად, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ სოციალურ პასუხისმგებლობას სწავლობენ, ეს ბავშვები იღებენ ფინანსურ განათლებას. კერძოდ სწავლობენ, როგორ გამოიმუშავონ თავიანთი ხელნაკეთი ნივთებისგან გაყიდული თანხით ფული შემოსავალი მიიღო, ხო? მართალია, კი ბატონო, აი ამ ეტაპიდანვე უკვე სწავლობენ ადამიანები, როგორ შეიძლება საკუთარი შრომით ფულის გამომუშავება, მართალია თავიანთი ინტერესების შესაბამისად, კერძო პირადი ინტერესისთვის არ იყენებენ, მაგრამ ისიც პირადი ინტერესია, როდესაც სხვას ეხმარებიან, ხო? იმიტომ რომ ტოლერანტული საზოგადოება ვართ და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის მსგავსი ტიპის აქტივობის პროცესში ის, რომ ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა ბიზნეს სექტორებთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რათა ისინი დავითანხმოთ, რომ იყვნენ ჩვენი პარტნიორი სივრცეები და ამ დროს ისინი ძალიან მნიშვნელოვან უნარებს ივითარებენ, ეს არის მოლაპარაკებების უნარი. ანუ თქვენი ენერგიით და მონდომებით აკეთებთ ამ ყველაფერს და ზუსტად ეს არის დასაფასებელი და გადამდები და არ არის მარტივი ამ ყველაფრის ხელით შექმნა, თან ყველა ბავშვი ჩართული იყო როგორც ახსენეთ და ყველას, ну შეიძლება ხა მეც არ გამომდიოდეს, ხო, სიტყვაზე მოვხ, მაგრამ აი როგორი ერთსულოვნება იქნებოდა, ანასტასია ალბათ ხო გაგვიზიარეთ ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ აი ესეთი შედევრების შექმნა ყველას არ შეუძლია, თუნდაც აქ ყაისნაღით ნაკსოვი ხელით არის, ჩანთაზე მოხატვა, ანუ მრავალმხრივად არის შემოქმედებითი პროცესი ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ აკეთებენ ამ ხელნაკეთ ნივთებს და თავიანთი შრომით შედეგად იღებენ თანხას და ამით თან სხვა ადამიანებს ეხმარებიან. იცით მე რა მაინტერესებს, ეს პროცესები მიმდინარეობდა სკოლის სივრცეში, ხო? ახლა როგორც გადაფარვით ხედავთ. არაჩვეულებრივია და კიდევ მინდა ვისაუბრო მორიგ პროექტზე, რომელიც შენი ინიციატივა არის, როგორც ხვდები სამართლის მიმართებით. მოდი აბა მომიყევი რა პროექტია და რა პროცესებს გადიხარ ახლა. მის განსხვავებით საგანმანათლებლო პროექტები მაქვს. ზოგადად ამ პროექტის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ქალბატონმა თამარმა საგაკვეთილო აქტივობის ფარგლებს წაგვიყვანა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და დავესწრეთ სისხლის სამართლის რეალურ პროცესს. ეს იყო პირველი შეხება ამ სფეროსთან შესაძლოა. სამართლები აღმოჩნდა, რომ ძალიან მინდოდა, რომ ჩემს თანატოლებსაც მიიღოთ იგივე გამოცდილება და შევქმნი სკოლაში ისეთი სივრცე, სადაც სხვაებიც შეძლებდნენ იმ სიამოვნების მიღებას, რაც მე მივიღე ამ პროექტით. ჩავატარეთ რამოდენიმე შეხვედრა, უკვე საგანმანათლებლო შეხვედრები გქონდა, მოწვეული ყავდა ადვოკატი, რომელიც სასამართლოს მუშაობის პრინციპებზე გვესაუბრა, ასევე მოწვეული ყავდა ორგანიზაცია საფარის იურისტი, რომელმაც ქალთა უფლებები გაგვაცნო, UNICEF-ის წარმომადგენელი, რომელიც ბავშვთა უფლებებზე გველაპარაკა. მეორე სემესტრიდან გამომძიებელს მოვიწვევთ, რომელიც ასევე თავიანთი სფეროს შესახებ გვესაუბრება და საბოლოოდ იმიტირებულ პროცესებში ჩავატარებთ თვითონ ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი მონაწილეობით, როლებს მოვირგებთ და უკვე რეალურად არსებულ საქმეს განვიხილავთ. ბევრი ბავშვი ჩაერთო პირადად ამ პროექტში? ბევრი სურვილი ძალიან დიდი იყო, გამოხმაურებაც ვერ მოყვა, მაგრამ 55 ბავშვი ავირჩიეთ და შემდეგ წელს ვეცდები, რომ უფრო დიდ მასშტაბებზე გავაკეთო ეს პროექტი. 55 ადამიანი დაინტერესებული იურისპრუდენციით ცოტა არ არის. ცოტა მართლა. რა იყო მიზეზი მაგალითად, მხოლოდ შეზღუდული რო იყო 55 და მაგალითად 100 ვერ მოხვდა. 100 ბავშვი პირველ ჯერზე ჯერ მისთვის ახალი გამოცდილება იყო მაინც. შეიძლება და წარმატებით არ წასულიყო, ხო? აფსები ყველგან არის და ეხლა რაღაც ხარვეზები თუ მექნება ჯერ არ დამთავრებულა პროექტი, მეორე შემდეგი წლაზე უკვე ამასაც გამოვასწორებ და უფრო დიდ მასშტაბებზე შევეცვალე. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ახსენეთ, რომ შეცდომები და ლაფსუსები ყველგან არის. რა მაინტერესებს იცით, თქვენი მშობლების თაობიდან, ანუ უფროსებიდან თქვენ კონკრეტულად ხშირად ორივეს მინდა კითხოთ, ხშირად იგებთ იმას, რომ ჩვენ მოგდის შეცდომები, ჩვენ არ ვართ უციკლო ხალხი. შეცდომელი არავინ არ არის. კი ბატონო, მაგრამ ეს თქვენ ეს ცოდნა დაუშვათ კონკრეტულად ისწავლეთ სასწავლებელში თუ სახლიდანაც მოგაქვთ ეგ განცდა, მართლა ეგ მაინტერესებს.
რა თქმა უნდა, უშუალოდ არავინ არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების გამოცდილებიდან ჩვენც ვაკეთებთ ისეთ, რომ მათი შეცდომები ჩვენ იგივენაირად არ დავუშვათ და ყველანაირად ვცდილობ, რომ მათი ასე ვთქვათ, შეცდომები გავითვალისწინოთ. კი ბატონო, ანუ მე რატო ვაკონკრეტებ, იცით? ჩვენს თქვენ მე თქვენ უნდა გითხოთ აუცილებლად ჩვენს და მანამდელ თაობებში მსგავსი გამოცდილების გაზიარება მშობლებიდან შვილებზე ნაკლებად იყო ხოლმე. ნუ გასაგებია რომ არ ეცალათ და ძალიან ყველა დაკავებული იყო მთელი დღე სამსახურებში, იმიტომ რომ კიდ იმ ძველ პერიოდში და კიდ გარდამავალ პერიოდში საქართველოს დამოუკიდებელი არ ეცალა ამისთვის, მაგრამ იცით, ეს მე მგონი ძალიან გვაფერხებდა ხოლმე. როდესაც ვიცით რომ ყოველთვის წინათაობა შეუცდომელია და ამ დროს მე არ მაქვს დაშვების შეცდომის დაშვების უფლება და ნებისმიერი პატარა შეცდომა თუნდაც ფეხი წამოვიკარი გლობალურ კატასტროფად აღიქვებოდა. აი ესეც ამაზე ხმამბალ თამამად ლაპარაკობთ, ეს ადრე ალბათ უფრო აღიქვებოდა რაღაც თავხედობად, ვიდრე კარგი ტონად და ახლა რომ ესმის ეს იმდენად კარგად ხდება კურსში, იმიტომ რომ მე ვიცი რომ რაღაც რაოდენობის შეცდომის დაშვების უფლება მაქვს. ეს არ ნიშნავს იმას რომ პასუხისმგებლობიდან თავისუფლდები, არამედ ნიშნავს იმას რომ მე რახა ნათლად შემიძლია დავინახო შეცდომა, შემიძლია მე ის არ გავაკეთო უბრალოდ. იმიტომ რომ ვიცი როგორ არ გავაკეთო სწორად. ამ შემთხვევაში თუ კეთდება აქცენტი თვითონ სასწავლო დაწესებულებებში ამაზე კონკრეტულად უშუალოდ თქვენ გაკვეთილებს. კონკრეტულად ჩემს გაკვეთილებზე ნამდვილად კეთდება. პირველად, როდესაც შევედი საგანმანათლებლო სივრცეში როგორც პედაგოგი, მოსწავლეები იყვნენ განსვიფრებული, როდესაც მოვიხადე ბოდიში და როდესაც ვესაუბრებოდი თქვენობით. მათთვის იყო ახალი სიახლე, რომ მასწავლებელი იხდის მას ბოდიშს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ბევრი მასწავლებელი იხდის, მაგრამ მაინც ჰქონდათ ეს განცდა, რომ ეს თითქოს მასწავლებლები უშეცდომოები არიან, ხო? ბოდიში შეიძლება ეს ჩავთვალოთ, შეიძლება ეს არის ძალიან დიდი ღირსება და დღესაც მქონდა გაკვეთილზე მაგასთან დაკავშირებით საუბარი ერთ-ერთ მოსწავლეს შემთხვევით სხვა სახელი დაუძახე და მოვიხადე ბოდიში, ხო? ბოდიში ეს არ არის სირცხვილი. რატომღაც მოსწავლე, როდესაც რაღაცას აშავებს, ხო? რა თქმა უნდა, შეუგნებლად ესე გამოსდის, არ მოსწონს ხოლმე მერე თავისი კლასელის წინაშე ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ ეს არავის უსწავლებია თითქოს, დარწმუნებული ვარ უსწავლებია, მაგრამ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, რომ ბოდიშის მოხდა ეს არის სირცხვილი, ეს არ არის სირცხვილი და პირიქით ადამიანების ხო, ადამიანის თვალში პირიქით ამაღლდება ხოლმე და მე მინდა ამბავშვებისთვის ვიყო მაგალითი უბრალოების, მაგალითი ღირსების შესაბამისად, ყოველთვის როდესაც რაღაც შეცდომას ვუშვებ, მე მზად ვარ რომ ეს ვაღიარო, არავითარ შემთხვევაში არ გავექცე ამ შეცდომას, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ისწავლონ ბუდიშის მადლობის ფასზე. და ცხელთავიანი სამხრეთელები როგორიც ვართ ჩვენს მათ შორის, ეს ნუ ფაქტია, ესე ემოციებით სავსე, რამდენად უკეთესი იქნება თუ რაღაც მომენტში უბრალოდ გაუზიარებთ ერთმანეთს, ნუ შემეშალა ღერთო ჩემო რა პრობლემაა და რამდენი კონფლიქტი არ დაიწყებოდა გინ წარსულში და გინ ახლაც, ხო? ხდება ხოლმე. აი ხშირად ხობს მენია რომ აი ბუდიშს მე არ მოვხდი, რატომ მე არ ვიყავი დამნაშავე და ასე შემდეგ. მაინც უფრო ეგოს მომენტიც არის აქ, მაგრამ იცი რა, სულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ სიმშვიდე იყოს და ის რომ კარგი ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან. შეიძლება ხა ვიღაცები ვერ მივიღოთ ისე როგორც საჭიროა, მაგრამ მოვუბოდიშოთ, რაღაცა ისეთ გზას დავადგეთ რომ სიმშვიდე იყოს. თქვენ შემთხვევაში ხა პედაგოგი რო ესეთი ყავთ და გიზიარებთ ამ ემოციას, თქვენ თუ გონიათ მსგავსი შემთხვევა და აი როგორ გადაგილახიათ, იმიტომ რომ ეხა ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბროთ, რაც ბავშვობაში უბრალოდ გაცნობიერებული არ გქონდა რა ეს ყველაფერი და ძალიან რთული იყო, როცა არ გქონდა ამისკენ გზა. აი ხა პედაგოგიც ესეთი ყავთ, ოჯახის წევრებიდანაც უკვე ეს ფსიქოლოგია, ეს თანამედროვე მიდგომებიც უფრო აქტუალურია, მაგრამ აი თქვენი кейსი რო გაგვიზიაროთ, მაგალითად თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით. იცი რა, ალბათ ზოლთაობაში უფრო იყო რომ ეს ბოდიშის მოხდა სირცხვილია და შეცდომებს რომ დაუშვებთ ეს პრობლემა. ჩვენ თამაში მე მგონი ეს უკვე პრობლემა აღარა, რაღაც დონეზე თაობები რომ მიდის, ეს ადამიანების კომპლექსებით იძლევა თანდათან, არ ვიცი როგორ ვთქვა. ალბათ შევეჩვიეთ უკვე ის რომ პრობლემებს შეცდომებს ყველა უშვებს და ამ შეცდომების აღიარებას უნდა შეგვეძლოს და მე ამის გამოსწორება და გამოყენება ჩვენთვის ასე კეთად. ხო, იმიტომ რომ და რა კარგად და მოხდა ლაპარაკობ შურს. ნამდვილად ძალიან მაგარი თაობა გყავს და მე მაინტერესებს თქვენ ახლა უკვე ისეთ ასაკში ხართ რომ უკვე სავარაუდოდ გააქვთ ალბათ განსაზღვრული თუ რა პროფესიით წახვალთ, ახლა თქვენ ანასტასია ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვით სამართლის მიმართ და საინტერესო არის უკვე ხომ არ გაქვს შერჩეული თუ რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ და ასევე თქვენს აზრიც მაინტერესებს. მე ხა ორ რადიკალურად განსხვავებულ პროფესიას შორის ვარ, ერთი მინდა არქიტექტურა და მეორე სისხლის სამართალს მინდა ჩაბარება და აი არ ვიცი რომ შეგიძლიათ სასამართლოს შენობა ააშენოთ. შესაძლებელია.
ან ორივე პროფესია შეუთავსოთ ერთმანეთს, თუმცა არ იქნება ეს მარტივი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეგეთი გზა შევთავაზე, უკვე რა ეს. მე ვაპირებ რომ ჩავაბარო დაწყებითებზე, მინდა რომ პედაგოგი გამოვიდე და იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, ვარ კრეატიული და მინდა რომ მათთან ერთად შევქმნა უფრო უკეთესი ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი პროექტები. მამულსა ხო ყოველთვის ურჩევია რომ შვილი ჯობოს. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ ვიყოთ მაგალითი, ჩვენ ვიყოთ ის ანთლები, რომლებიც უფრო მოკაშკაშა მოივარეს ანთლებს აკანთებთ, ამიტომ გზად ქვედია. აი მე თავიდან მომინდა სწავლა ისეთი ემოცია. ხო, ალბათ ეს გაკვეთილებზე ალბათ ვივლიდით ხო. ისე რაღაცნაირად ცოტა უცხოდ მომხვდა ყურს, როცა ნინომ თქვა რომ მე მინდა რომ დაწყებითის პედაგოგი ვიყო, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც სკოლა განიცდიდა პედაგოგების სიმცირეს და არ იყო დაინტერესება ხოლმე ახალგაზრდების მიმართ. ამ მიმართულებით ეხლა თუ შეიცვალა მდგომარეობა და ბევრი ყავს თუ არა ნინოსნაირი? სამწუხაროდ ნაკლებად გამოთქვამენ სურვილს ახალგაზრდები, რომ ისინი იყვნენ პედაგოგები, მაგრამ ჩემ თაობის ახალგაზრდები, მეც ახალგაზრდა ვარ, ჩეისი ვარ, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ უკვე დავფიქრდით, იცით რა, რაზე? იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითები და ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს კარი, უნდა შევიდეთ სკოლებში და ვაჩვენოთ ამ ადამიანებს ძალიან კარგი მაგალითი, შევთავაზოთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არაფორმალური განათლება, რითიც ისინი უფრო მამები იქნებიან, რითიც ისინი უფრო მეტად აიღებენ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერიონ, ხმამაღლა დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ნინის და ანასტასიას თაობა ჯერ არა, ალბათ, მაგრამ ჩემი თაობის ახალგაზრდები კი უკვე გავიაზრეთ ეს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ანუ პერსპექტივაში სწორად თუ წავალთ ამ მიმართულებით, გვაქვს შანსი, რომ ადამიანებმა შვილები იმის გამო, რომ იმ სკოლაში კარგი მასწავლებელია და აქედან 50 კილომეტრში ბავშვი ვატარო ყოველდღიურ 7 საათზე სკოლაში აღარ იქნებოდა ნებისმიერ სკოლაში, ნებისმიერ უბანში თუ დასახლებულ პუნქტში ეყოლება მასწავლებელი, რომელმაც ზუსტად იცის რას აკეთებს, ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვები რაღაც მიმართულებით წაიყვანოს, რასაც აკეთებს ხო თვითონ და შესაბამისად მიიღოს დამოუკიდებლია თავისუფლად მოაზროვნე პირველ რიგში მოაზროვნე დიდი ასოებით თაობა, რომელიც მერე თვითონ გადაწყვეტს რა უნდა და აიღეს პასუხისმგებლობას საკუთარ დაუშვათ დამოქმედებას. იცით რა, აქვე დავძენ კომენტარს გავაკეთებ ნინის ნათქვამთან დაკავშირებით. ბავშვები მიყვარს. ეს არის მთავარი გასაღები და ამომავალი წერტილი. თუ თქვენ გაქვთ სურვილი რომ გახდეთ მასწავლებელი, აუცილებლად უნდა გიყვარდეთ ბავშვები. სხვა მხრივ ვერ იქნები კარგი მასწავლებელი, სხვა მხრივ ვერ რაც არ უნდა სპეციალისტი იყო? რაც არ უნდა კარგი ექსპერტი იყო, დარგის წარმოუდგენელი იყო კარგი მასწავლებელი, ბავშვების სიყვარულის და ემპათიური თანაგრძნობის უნარების გარეშე. შესაბამისად ძალიან მომწონს ნინის ეს მიმართულება, იმიტომ რომ ნამდვილად ნინის და ძალიან ბევრ ახალგაზრდას აქვს უნარი სწორად დეტალურად აუხსნას მოსწავლეს, თავისი სათქმელი და ასევე გამოხატოს დიდი სიყვარული და ემპათია მათ მიმართ. კი ბატონო, გეთახმებით ნამდვილად და ასევე მაინტერესებს რამდენად დიდ როლს თამაშობს სკოლა მოსწავლის სამომავლო პროფესიის შერჩევაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად დამჭა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თქვენ ძალიან დიდი გავლენა მოახდინეთ ბავშვებზე, აი პირობითად ნინოს შემთხვევაში და ასევე ანასტასიას შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ინიციატივები, რაც თქვენ გააქვთ და პროექტები, რასაც ბავშვებს თავაზობთ, გარკვეულ როლს ახდენს, როგორც ჩანს და შეიძლება რომ ერთმა რაღაცა შეიძლება ითქვას პროექტმა პირობითად მოახდინოს იმ ხელა გავლენა, რომ აი მაგალითად ანასტასიას ამ ასაკში გადააწყვეტინოს, რომ აი გარკვეული წლის შემდეგ, როდესაც ის სტუდენტობის ასაკს მიაღწევს, წავა ამ პროფესიით, იმიტომ რომ თქვენი ეს წამოწყებები და ქმედებები მის გონებაში ჩარჩენილია, რომელსაც დიდი გავლენა მოახდინა. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო, მაშინ როდესაც მასწავლებელი ვხდებოდი რამდენიმე წლის წინ. დაკარგული თაობა ვიყავით, თითქოს დაკარგული ვიყავით არჩევანის პროცესში. მქონდა რაღაც ხედვები, კონკრეტული უნარების კეთება შემეძლო, რის კეთება არ შემეძლო, ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ ან მყავდა ადამიანი, რომელიც დეტალურად მასწავლიდა, მეტყოდა, ან მომცემდა შესაძლებლობას, რომ საკუთარი თავი გამომეცადა იმ კონკრეტულ სფეროში, შესაბამისად, მე როდესაც გავხდი მასწავლებელი
მასწავლებელი მიზნად დავისახე, რომ ჩემს მოსწავლეებს მიცე ყველა ეს შესაძლებლობა, რაც მე მაკლდა და ჩემს თაობას აკლდა და ერთ-ერთი ეს გახლავთ პროფესიული ორიენტაცია. ჩვენ ძალიან კარგად მოიხსენებათ, რომ პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით უკვე სამინისტრომ გადადგა რაღაც ნაბიჯები, კონკრეტულად სკოლებში დაინერგა კონკრეტული პროფესიები, მაგრამ ექსპერტების პრობლემა არის შესაბამისად ზოგიერთ სკოლაში დარწმუნებული ვარ, ისე არ ფუნქციონირებს, როგორც საჭირო არის, ხო? აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ეს საკითხი კიდევ უფრო უნდა გადაიხედოს. მე ასეთი ხედვა მაქვს, უცხოეთში პროექტებში მონაწილეობის პროცესში რა ხედვებით ჩამომიყალიბ და აი ამას გიზიარებთ ზუსტად. მაგალითად, ნორვეგიაში და კვლავ იტალიას მოვიხსენიებ, მე-10 კლასიდან უკვე ახალგაზრდას ჰქონდა პროფილური სწავლება. მას ჰქონდა შესაძლებლობა ერთია კულინარია, სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება. მე ვფიქრობ, თუ გვინდა ჩვენ ამ ახალგაზრდების განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ და რეალური წვლილი შევიტანოთ, პროფილური სწავლება მე-10 კლასიდან, მაგრამ რეალური პროფილის სწავლება უნდა დაუშვათ, ხო? თუ მოსწავლე აირჩევს სამართლის სფეროს, იქ უკვე სამართლის დარგის ექსპერტები უნდა მოვიდნენ. თუ აირჩევს სიტყვაზე გრაფიკულ დიზაინს, უნდა მოვიდეს გრაფიკული დიზაინის ექსპერტები. მე-10 კლასი არის ის ასაკი, როდესაც თამამად შეუძლია მოსწავლემ გადაწყვიტოს რა უნდა და რა არ უნდა. ყოველი შემთხვევისთვის ჩამოყალიბების პროცესში არის, ყოველი შემთხვევისთვის ხედვა აქვს, ხო, მაგალითად, ნორმ მიმართულებით არქიტექტურა და სამართალი. თუ ჩვენ ანასტასიას შევთავაზებთ რომელიმე სფეროს და აღმოაჩენს სწავლების პროცესში, რომ ეს არ არის მისი სფერო, შეიცვლის ამას და არ დაკარგავს 4 წელს, ხო, სამომავლოდ, რაც ძალიან ბევრი ჩვენგანის პრობლემა იყო თავის დროზე, როდესაც პროფესია გზააბნეულებმა ავირჩიეთ. ბოლო ხო სკოლა მარკო ცოდნისთვის არა? სკოლაში სოციალიზაციას სწავლობ, მე ამ სოციალიზაციას უნივერსიტეტში საგრძელებ იდეაში, ხო? ანუ მთავარი მაინც არის რაღაცნაირად საკუთარი უნარების განმტკიცება და ეს შეიძლება აი მაგალითად ბავშვი ველაპარაკები არ ვიცი რა რამდენი სწორად ეუბნები რა სულ ცდილობ ავუხსნა რომ შენ ახლა სწავლას სწავლობ გაცილებით დიდი უნარია სწორად სწავლა ისწავლო რომ ზედმეტი დრო არ დახარჯო ვიდრე კონკრეტულად რაღაც საგანი იმიტომ რომ შესაძლოა სწავლას ისწავლე მე არც ერთი საგანი ვერ გადაგეღობება წინ და არ იქნება რაღაცა აღმართული კედელი რომელსაც უბრალოდ რაღაცები აწერია და შენ ვერ ამოიკითხავ და თუ სწავლა არ იცი ნუ კი დაიზუთხავ მაგრამ მეორე დღეს არ გაგყვება ეს უკვე ბიოლოგიური ამბავია როდესაც ნებისმიერი ინფორმაცია მით უმეტეს არასასურველი ტვინი ამას ერთი გამოძინებით შლის თავისუფლად იცით რა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ გადავიდეთ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო მეთოდზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 21 საუკუნის საგანმანათლებლო სივრცის მთავარი მიზანი არის ის, რომ მოსწავლეს განუვითაროთ უნარები, კვლევის უნარები, ანალიტიკური აზროვნების უნარები და შესაბამისად ჩვენ მათ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თვითონ გამოიკვლიონ ის საკითხი, გაკვეთილებზე შევთავაზოთ იმ ტიპის აქტიური საგავკითხლო პროცესი, როდესაც ისინი უნარებს განივითარებენ. ხო, ეს იქნება სასამართლო სიმულაცია, რასაც ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, ეს იქნება დებატები, ეს იქნება აი მაგალითად როდესაც გვაქვს როგორ ავირჩიოთ პროფესია, აი CV შედგენა, მე არ ვიცოდი CV როგორ უნდა შემედგენა, ხო? პირველად კი, გასაუბრებაზე როცა წარვდექით, მოსახვით არ იყოს ეს ყველაფერი, არამედ იყოს პრაქტიკაში და პრაქტიკა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ ემოციას გადმოსცემ, ანუ აკეთებ, ქმედებას აკეთებ და ესე ფიქრით, ახლა არქიტექტორი ვიქნები თუ მხატვარი ვიქნები თუ ინჟინერი ვიქნები, ძალიან რთულია, იმიტომ რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი საქმე, რასაც ვაკეთებთ და დაუღალავად უნდა ვაკეთოთ, ხო? ვიცით რომ ძალიან დიდი შრომა ჭირდება ამ ყველაფერს და თუ არ გვიყვარს, უკვე ტანჯვა იქნება. თან ცნობის მოყვარეობა ხო ერთ-ერთი უდიდესი უნარია, თანდაყოლილი ეს არის გამომუშავებული უნარი. შეიძლება გაიდიდოს ცნობის მოყვარეობა, მაგრამ თანდაყოლილი უნარია ბიოლოგიური. ის ახასიათებს მელასაც, კატასაც და ადამიანს ყველაზე მეტად და თუ როგორც მივხვდი ახლა შენი ლაპარაკიდან, თქვენი ლაპარაკიდან, რაც უფრო გაუღვევ თავს და თვითონ გააკეთე, აი ეს მე გავაკეთე, ხო, მე ვქენი. ზუსტად ვიცი, აი მე გავაკეთე ეს, მე გავაკეთე. მე ხო მეორე დღეს განცდა მაქვს, რომ უსარგებლო არ ვარ, ხო? ეს ნუ ახლა ძალიან შორს წავედი ამ ცუდი სიტყვით, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ მე შემიძლია რაღაცას ხელი მოვკიდო და გავაკეთო და შედეგი დავანახო ოჯახის წევრებს, საკუთარ თავს სოციუმს. დაჯერებული ხდები, თავდაჯერებული. ძალიან დიდი მადლობა. სტუმრობისთვის წარმატებას გისურვებთ, გისურვებთ ბევრ პროექტს, ბევრ სიახლეს, ბევრ გამართლებას და ბევრ გამარჯვებას. და გადაცემის წაყვანასაც თუ გადაწყვიტავთ, ის სიმულაციაც შეგიძლიათ ჩვენ მოგველაპარაკოთ და ეგეც გავაკეთოთ არა მარტო სკოლაში, არამედ თუნდაც აქეთ. ახლა პრინციპში ისე გამოვიდა, რომ ჩვენ პასუხობდით თქვენს კითხვებს. აქ გავერთეთ სტუმრის როლით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოიცალეთ წარმატებები ამ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც ჩვენს გვეხება მათ შორის. და რა ვიცი, კიდევ ერთხელ გილოცავ წინასწარ ახალ წელს.
ქეთა ჩუთლაშვილის გამოკითხვა უნდა ვნახოთ ახლა ჩვენ. ვფიქრობ, რომ საახალწლო თემატიკის იქნება და საინტერესოა ამჯერად ქეთამ რა თემატიკაში არჩია. მოდით ვნახოთ ქეთას გამოკითხვა და ჩვენ ესევ დავბრუნდებით რამდენიმე წამში დარჩით ჩვენთან ერთად. რომელი ფილმი გახსენებს ახალ წელს? ბრინჯი. ახალ წელს ალბათ მარტო სახლში. და ფავორიტი მომენტი რომელია? ალბათ მეორე ნაწილიდან, სადაც სასტუმროშია. და იქ ძალიან დიდი ნაძვისხია და ძალიან ლამაზია იქაურობა. მარტო სახლში. რომელი ყველაზე საყვარელი მომენტი? ყველაზე საყვარელი მომენტი, როცა მშობლები იაზრებენ, რომ დავიწყდათ ბავშვი. და რეაქცია კევინ. Love Actually და ანუ ყველა წელს არა მარტო ახალ წელზე სულ უყურებ ხოლმე, არა მარტო საახალწლო, არამედ ძალიან ჩემი საყვარელი ფილმია ალბათ ერთ-ერთი. რომელი ფილმი გახსენებს ახალ წელს? მარტო სახლში 1, მარტო სახლში 2, მარტო სახლში 3 და მარტო სახლში 4. მადლობა. საყვარელი მომენტი ალბათ კევინი როზაღეზე კაფეებს ისმევს მამამისის. Sleigh bells in the snow, then აბა ჩემი ოპერატორი თუ გააგრძელებს ამ სიმღერას. ახალი წლის ჩადოს ნურღამეს. არ ვიცი ეს სიმღერა მე. ბრავო. მარტო სახლში დარჩენილი. და რომელი პერსონაჟი იქნებოდა? კევინი. იმიტომ რომ თავგადასავლებით ასახსა და კარგი იქნებოდა მის ადგილას ყოფნა. გააგრძელეთ სიმღერა. ახალი წლის ჩადოს ნურღამეს. თუ ბალიშის ქვეშ შეყო პატარა ხელს. ილოცავთ. მადლობა. Jingle bell, jingle all the way. Home I don't remember. Okay, thank you. და რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმი დაგვიწერეთ კომენტარებში. Jingle bell, jingle bell, jingle bell rock. ქეთა როგორი მხიარულია. შეიძლება ქეთას გამოკითხო, მეგონა რომ ქეთას გამოკითხავდა ვინმე. აი გულთ იმედი მქონდა მსგავსი. კი ბატონო, ისე მოიცადეთ სამ შემდეგ თემაზე გადავიდეთ, ძალიან საინტერესოა თქვენი საყვარელი ფილმი რა არის საახალწლოდ. ну რა იქნება ეხა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი რომელსაც მონანიება არ თქვა არა არა გიждდები მარტო სახლში რა თქმა უნდა მე ხო და ძალიან ბევრი მაქვს ნანახი ეს ფილმი და ის სულ ვცდილობ რომ ჩემს სულ ვცდილობდი უბრალოდ როცა პატარა ასაკში იყო ბავშვი რომ მასაც ეყურებინა და მაინტერესებდა იგივე განცდა ექნებოდა თუ არა აი მე რაც მქონდა ბავშვობაში ხო მაგრამ რაღაცნაირად მგონია რომ ემოციები მაინც განსხვავებულია. ახალ თაობას ახალი ფილმები უნდა როგორც ჩანს წინა საახალწლო. და არის კიდეც ბლობა და არჩევანი დღეს ალბათ ყველაზე ესეთი ადვილი არჩევანის გაკეთება. ან შეიძლება რთული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამეა და კი ბატონო, უნდა გადავიდეთ ახლა შემდეგ თემაზე. ძალიან კარგი ამბავი მაქვს მაყურებლისთვის. წინა საახალწლოდ ბათუმში გალაქტიონის კვირეული მიმდინარეობს. ეს იქნება კვირეული, რომელიც 21 დეკემბერს დაიწყო და მიმოვიხილავთ ამ ისტორიულ საღამოს, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მაყურებელზე და მსმენელზე არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ატოვებს და განწყობას ერთი-ორად აგიმაღლებთ. ეს არის საღამო, სადაც ცოცხალი მუსიკალური შესრულება მიმდინარეობს, პოეზია, სამსახიობო ოსტატობა და ასევე საუბრები ერთმანეთთან, რომელიც არ ვიცი, ალბათ რაღაცნაირად ისეთ ხასიათს და ისეთ განწყობას შეგიქმნით განსაკუთრებით წინა საახალწლოდ, რომ უფრო მეტი ამაღლებული განცდები გვექნება კი იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღესასწაული არც ერთი რაღაცნაირად ისეთი განსაკუთრებული დღე წელიწადის განმავლობაში პოეზიის გარეშე რაღაცნაირად მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონი მურმან ჯინორია რო კითხულობს ამას კი ბატონო ეს ხოლმე არ ვთქვი წინასწარ იმიტომ რომ ადრში ჩანდა ამიტომ კიდევ რომ ბოლოში გეთქვა ხო ბოლოში ტკბილი სიტყვა მინდოდა ბოლოში მომეტოვებინა სტუმრები შემოგვიერთდებიან ახლა რომლებიც გვესაუბრებიან სწორედ ამ კვირეულზე ანდრია
ერთი წუთით. ანდრია კიკონიშვილი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი და ასევე გიორგი კერესელიძე შემოქმედებითი გუნდის წევრი, დღემშვიდობისა. გამარჯობა მოგესალმებით. მოგესალმებით. ალბო, მწორისთვის. მადლობა პირიქით თქვენ. როგორ მიმდინარეობს მითხარით ახლა ეს კვირეული დაიწყეთ 21 დეკემბერს, როგორც ვიცი, წინ კიდე ორი არაჩვეულებრივი საღამო ველოდება ბათუმელებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამაღლებულ განწყობაზე ვართ ჩვენ და სრულიად ის ადამიანები, ვინც ამ ღონისძიებებს დაესწრენ, ალბათ პოეზია და ხელოვნება და გალაქტიონი, ეს არის ალბათ ემოციების რაღაც პიკი და მწვერვალი და თითქოს გალაქტიონმა და ბატონურმა ჯინორიამ და უკვე მაია ბარათაშვილმა რომელმაც პირველი საღამო ჩაატარა, აი ამ მწვერვალზე აგვიყვანეს და ახლა ჯერ იქ ვართ და კიდე ორი საღამო არის დარჩენილი და როგორი იყო უკავშირი მაყურებლებს? უკავშირი მაყურებლისგან იყო ძალიან დადებითი გთხოვეს რომ იქნებ ძალიან ხშირად იყოს მსგავსი საღამოები, ანუ ჩვენი მთავარი მიზანი საერთოდ რა იყო გალაქტიონის კვირეულის გაკეთების ესე წინა საახალწლოდ. სიტყვის აკადემია არის ესეთი ახალგაზრდა იდეურად გაერთიანებული ადამიანების მიერ შექმნილი პლატფორმა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის ქმნის რაღაც გარემოს, სადაც შეძლებენ ღირებული ცოდნის გამოცდილების და ემოციების მიღებას და რაღაცნაირად შინაგანად შევსებას. რაც მე როგორაც ეს არ არის რაღაც წამიერი ან წუთიერი სისავსე, არამედ რაღაც ისეთი შეგრძნება, რომელიც ადამიანს მიყვება მთელი ცხოვრება. კი, აი ეს წინა საღამოებზეც იყვნენ ადამიანები, რომელსაც აი ბატონო მურმა თქვენ სპექტაკლს დავესწარი 10 წლის წინ და დღემდე ის მახსოვს და ჩვენ იმედი გვაქვს რომ აი ეს ღონისძიებები რაც არის 10 წლეულები კიდე დაამახსოვრდებათ ადამიანებს. მე იქ ვიღაცა რო იტყვის ხო 10 წლის წინ ამ საღამოზე ვიყავი. ბათუმში პირველად ატარებთ აღნიშნულ საღამოს? ჩვენ ბათუმში გვაქვს საკვირაო სკოლა, სადაც 150 ბავშვი ყოველ შაბათ-კვირას დადის, ფსიქოლოგიის და ლიტერატურის კურსები არის ეს. და ამიტომ ბათუმს ვიცნობ და ბათუმიც გვიცნობს. და აი ეს დასრულების პროექტსაც შეეხება, ეს თბილისში გავაკეთეთ ჩვენ დეკემბრის დასაწყისში, გალაქტიონის კვირეული მის დაბადების დღეს მიეძღვნა და იმდენად დიდი მოთხოვნა წამოვიდა ბათუმიდან და იმდენად დიდი სურვილი რო იქნებ ჩვენთანაც გაკეთეთ, იქნება აქ ჩამოხვიდეთ, აბსოლუტურად ესეთ დაუგეგმავად და სპონტანურად ავდექით უცბეთ აბაბაბა 6 დღეში დავგეგმეთ ყველაფერი 4 განსხვავებული საღამო და აი ეს მაინტერესებს 4 განსხვავებული საღამო რა თემატიკა როგორ შეირჩა ეს განსხვავებული თემატიკები დიახ აი პირველი საღამო რას ეწყდებოდა მეორე საღამო რას და ასე შემდეგ ზოგადად ესეთი ტიპის საღამოებს აქვს შემდეგი მიზანი რომ უშუალოდ აი აუდიტორიაც ჩაერთოს პროცესში და აი უშუალო კონტაქტი დამყაროს არტისტთან დიახ და გვინდოდა თან რაღაც ახალებული კონცეფცია შეგვექმნა და უნიკალური რაც იმას ნიშნავდა რომ აი რა შეიძლება გაკეთებულიყო და ავიღეთ ესეთი კომბინაცია პოეზია ანუ მხატვრული კითხვა და მუსიკალური სინთეზი და ეს ორი ერთად როგორ შეიძლება ეს გამოვიდეს და რაღაცნაირად ძალიან კარგი ნაზავი გამოვიდა და შესაბამისად რაღაცნაირად ესე დავაწყეთ ღონისძიებები ესე იგი 4 ღონისძიება ერთი იყო მაია ბარათაშვილი და მურმა ჯინორია მეორე გუშინ იყო ბატონ მურმა ჯინორიას მონოსპექტაკლი 18 ქართველი პოეტის ლექსები წაიკითხა განსხვავებული ხვალ გველოდება შესანიშნავი საღამო რომელსაც მთელი ბათუმი ელოდება იქიდან გამომდინარე რომ ბატონი ზვიად ბოლქვაძე ბათუმელი არის და მურმა ჯინორია და ზვიად ბოლქვაძე ერთად იქნებიან მერიოთ ქორთიარჩი იქნება ეს და უკვე მეოთხე საღამო იქნება დათო ევგენიძე და მურმან ჯინორია ეს უკვე შერატონში და ესეც ძალიან ასე ვთქვათ შესანიშნავი საღამო გამოვა 25 დეკემბერს ეს 25 დეკემბერს სრულდება აღნიშნული პროექტი. რაც შეეხება თქვენ შემოქმედებით გუნდს. როგორ მიმდინარეობს ხოლმე აი ეს პროცესები, რამდენად რთული არის ამ ყველაფერს თავი გაართვათ, იმიტომ რომ დიდი პასუხისმგებლობაა იმ მაყურებლის წინაშე, რომელიც თქვენ საღამოებზე მოვა და ესწრება და ის მნიშვნელოვანი და ღირებული ემოცია უნდა წაიღოს, როგორც თქვენ ახსენეთ, რა გათვლათ თქვენ გაქვთ და ზოგადად მსგავსი ღონისძიებების დანიშნულება რაც არის. როგორ მიმდინარეობს და უკიდურესი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ცოცხალი კომუნიკაციას ანდრიამ ახსენა აუდიტორიისა და იმ ადამიანებს შორის, ვინც უშუალოდ სცენაზეა, ხო პარტნერის იქით. დიახ. ის ინტერაქცია უნდა იყოს არა რაღაცა შაბლონური და ხელოვნურად გამოწვეული, არამედ ეს უნდა იყოს რაღაც ორგანული საღამოს ნაწილი და ამის უკან დგას ამ აკადემიის სიტყვის აკადემიის გუნდი, რომელიც აი ამ ყველაფერს აორგანიზებს. თავისი გარემოთი, აქსესუარებით, დეკორაციებით, როგორ შეიძლება განწყობა შეიქმნას პარტერში, ხალხში, დარბაზში, რა შეიძლება გაკეთდეს საღამოს განმავლობაში, რა შეიძლება შევთავაზოთ ახალი აუდიტორიას და ასე შემდეგ. ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ გალაქტიონის კვირეულისთვის შეირჩა,
არიან ზუსტად ის ორგანული ნაწილები გალაქტიონის პოეზიის და რატომ? დიახ. ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ზვიად ბოლქვაცესაც, დათო ევგენიძესაც და ცალკე მაია ბარათაშვილსაც სამივე ამ შემსრულებელს აქვს ლექსები, საკმაოდ ბევრი და საკმაოდ კარგი სიმღერები გალაქტიონის შემოქმედებაზე შექმნილი აგებული. და ნუ მურმანჯინორია თავარი ოსტატი არის ამ საღამოსი, იმიტომ არის კომბინირებული ყველასთან მურმანი, რომ მურმანი დრამატურგიულ ხაზს ატარებს გალაქტიონში. მისი სპექტაკლები ქარიმსპურმე პირდაპირ და შემდეგ ძალიან ცნობილი გაკეთებული სპექტაკლები რუსთაველის თეატრში და ის არის მთავარი შემოქმედი, ის არის მთავარი მატარებელი ამ საღამოსი. და აკომპანირება იქით შეუძლიათ უმაღლეს დონეზე ზვიადსაც და ცალკე ათოსაც. გალაქტიონის შემდეგ რომელი პოეტი იგეგმება? საინტერესოა. რა თქმა უნდა, დიდებული და ბუმბერაზე იყო, თუმცა აქაც ალბათ თქვენი დაფიქრების შედეგად შეირჩა მილიონი და უამრავი პოეტი გყავს. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ვაღიარებ არის გალაქტიონი და ასე შემდეგ კიდევ ძალიან ბევრი, მაგრამ თქვენი კრიტერიუმი გარდა იმისა, რომ აი სანამ ბატონო მურმანამდე მივიდოდი და ასე შემდეგ, რატომ გალაქტიონი მაინც და მაინც? გალაქტიონი რატომ? ეს თავისთავად გალაქტიონი და მუსიკა უცნობი ამბავი არ არის. ხო, იმიტომ რომ გალაქტიონის სიმღერებზე, გალაქტიონის ლექსებზე შექმნილა სიმღერები არაერთი. მაგრამ ადრეც და ბოლო პერიოდში. ადრეც და ბოლოსაც კი. უამრავი პოეტია, რომლის ლექსებზეც არის შექმნილი, მაგრამ რაღაც მაინც გადაწყვეტილებამდე მიხვედით. ხო, ნუ რადგანაც სიტუს აკადემიის ერთ-ერთი მიმართულება არის მხატვრული ლიტერატურა და საკურაო სკოლაში მხატვრული ლიტერატურა აქტიურად ისწავლება სხვადასხვა მეთოდიკით, სხვადასხვა ძალიან მაგარი პედაგოგების მიერ. აქედან გამომდინარე, სიტყვა კონცეპტუალურად და გალაქტიონი ერთმანეთთან ძალიან თანახვედრაში არის, იმიტომ რომ გალაქტიონი იყო ამ სიტყვის მმართველი პოეზიაში. ანუ გალაქტიონის მუსიკა არის სიტყვა და გალაქტიონის სიტყვა არის მუსიკა. მიხვდით ხო დაახლოებით რა? არა, ჩვეულებრივად მიხვდი. არა, ხო, მართლა ეგრე არის. თან თვითონ გალაქტიონი უკიდურესად მუსიკალურად განათლებული კლასიკოსი იყო. აი გუშინ გურმანი საუბრობდა, რომ ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია იყო მის საყვარელი სიმფონიაო და ძალიან დრამატურგიული სიმფონიაა და ძალიან ღრმაა და ესეთი. ასე უყვარდა მოცარტი. ხო, ნუ მარტივად შეგვიძლია თქვათ, რომ ამ კუთხითაც რასაც თქვენ ამბობთ, რომ პოეზია არის მუსიკალური პროზა. იმიტომ რომ რითმი ისეთივე მუსიკის ნაწილია, რითმას არ გულისხმობს, რითმს გულისხმობს ზოგადად, ისეთი მუსიკალური ნაწილია, როგორც ტონი და ტონალობა და ხმამაღლობა და ასე შემდეგ და შესაბამისად ნებისმიერი გამოცდილი მუსიკოსი ლექს და უშუალოდ ისე გადმოდებს მუსიკა დროს საერთოდ სხვა ინსტრუმენტიც არ დაჭირდება. ჩვენ ძალიან კარგად გავიგე ახლა იგული. ჩვენ იმ ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ თითქოს პოეზიას ეს თაობა აღარ კითხულობს, თითქოს რაღაც თაროზეა შემოდებული წიგნები და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თქვენ ახსენეთ, რომ აი ხას ვუსმევთ ჩვენს კლუბში პოეზიას. რამდენად დაინტერესებულები არიან, როგორ აწოდეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიც ყავთ, პოეტიც ყავთ, სხვადასხვა მიმართულებით აწოდით ამ ყველაფერს ამ თაობას და ეს არის მნიშვნელოვანი. მაგ საქმემდე მივდიოდი ზუსტად, რომ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მხატვრული ლიტერატურა არის სწავლება პროფილურად როგორც მხატვრული ლიტერატურა. ანუ მხატვრული ლიტერატურა მოიაზრებს უამრავ სფეროს, მათ შორის მუსიკას, მხატვრობას, მათ შორის მსახიობის ოსტატობას, კინოს, თეატრს, ხო, გაპიესებული ლიტერატურა რამდენია, რამდენი გასცენადებული კინომდენ გადავიდეთ, ხო? ყველაფერში, თითქმის ყველაფერში შესულია ლიტერატურა, ანუ ყველა სფეროს გავლით ლიტერატურა არსებობს. ამიტომ, როცა ლიტერატურაზე საუბრობთ აკადემიაში, გაკვეთილებზე, საუბრობთ არა მარტო მხატვრულ ტექსტზე, არამედ გავლით საუბრობთ კინემატოგრაფზე. გავლით მხატვრობაზე, ლიტერატურას უკავშირებთ ასევე თეატრს, ლიტერატურას უკავშირებთ ასევე მუსიკას. და გუშინაც ვამბობდით, სადაც გადაცემაში ვიყავით, როგორ თქვენს ტელევიზიაში თუ ვწდები, ისევ დილით, რომ ლირიკა და მუსიკა, ანუ არ არის უცხო ერთმანეთისთვის. მაგრამ აი გალაქტიონის ლირიული ტექსტები საერთოდ სხვანაირად იმღერება. იმიტომ რომ უკვე ამღერებული ტექსტი არის. ამის რაღაცა კონვენციური რითმიანი ნაწილი, რომელიც გალაქტიონს აქვს, თითქოს თანმიმდევრულად ერთმანეთთან არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ მელოდიურად იმდენად ჟღერადი არის,
რომ რაღაცა გეღიღინება. ხო და ამიტომ სიტყვის აკადემიაში ლიტერატურა ისწავლება იმ სფეროების გავლით, რაშიც ლიტერატურა შესულია აქტიურად. ყველა უბრალოდ მერი კი არ მქვია ჩემო გონი. შერვაშისაც იქნები გვარად ალბათ. არა. რაღაცას დავამატებით თუ შეიძლება აი გააჩნდა მომავალს როგორ ვენებოს. კი ბატონო. ისე სულ სახას რო გაიგებდეთ, შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს მერი ეგრევე galaktianis ლექსი ახსენებოდ ხო? დიახ, აი ზუსტად გამოხატა გიორგიმ ეს ყველაფერი და რაც მთავარია ჩვენ ყოველთვის ასე ვთქვათ თვალი გვაქვს მიპყრობილი იქითკენ რომ აი ეს ყველაფერი უნდა იყოს თან ბავშვისთვის გასაგებ ენაზე, როდესაც ამ შეხვედრებს ვატარებთ. აი ეს არის ყველაზე რთული. დიახ, ეს არის ყველაზე რთული, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ახალგაზრდები ვართ, მაგრამ ის თაობა ჩვენზე კიდევ უფრო ახალგაზრდაც არის რაღაც მომენტში. და თან ანუ ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ აი ეროვნული იდენტობა, კულტურული იდენტობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის და ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ფასეულობები ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის, რომელზე საუბარიც ბავშვებთან უკიდურესად რთული არის დღევანდელ სამყაროში. იმიტომ რომ თვითონ დღევანდელ სამყაროში არის ღირებულებათა ღვევა ერთგვარი. და როდესაც ჩვენ აი ესეთ მიზანს ვისახავთ, ჩვენ ამას ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაზე თანამედროვე მიდგომებით. ანუ თან მათ რეალობაში შევაბიჯოთ და ის მეთოდოლოგიები გამოვიყენოთ, რაც მათთვის საინტერესო არის და მათთან რეალურად აი ესეთი მარადიული ღირებულებები მივაწოდოთ მათ, რაც ყველა ეპოქაში აქტუალურია, ყველა ეპოქაში მნიშვნელოვანია და ყველა ეპოქაში საჭიროა თუ გვინდა რომ იყოს სრულფასოვანი პიროვნებები, ადამიანები და რაღაცნაირად რეალიზდეთ ბოლომდე და მაშინ უნდა მივიდეთ იმ დანიშნულებამდე, რომ მოსული მსმენელი, მაყურებელი და ასე შემდეგ და მონაწილეებიც რა თქმა უნდა, არა მარტო უბრალოდ დამტკბარები და ტაშით გამძღარნი წავიდნენ იქედან, არამედ წაიღონ ის, რისთვისაც არსებობს ხელოვნება, ახსენეთ მანამდე პოეზია, მუსიკა, ეს ყველაფერი ერთიანდება, იმიტომ რომ მთავარი დანიშნულება ხელოვნების კიდევ ერთხელ შევთანხმდეთ იმაზე, უნდა არ არის გართობა, შეიძლება იქიდან წახვიდე გამწარებული კიდეც, მაგრამ ამ იმ კონკრეტულ ემოციამ მერე მოგცეს იმდენად ბევრი საზრდო გონებისთვის, რომ ხვალ დაუშვათ შენ იქნები galaktioni რაღაცა სხვა სფეროში თუნდაც. ნამდვილად, ზუსტად ეს არის და აი ეს ეხმიანება თან თქვენს რომ რატომ შეარჩიეთ galaktioni. რომ ის იყო დიდი ქართველი, რომელზეც დადგა ქართული საზოგადოება, რომელზეც დადგა ქართული ხელოვნება და ჩვენ მიზნად გვაქვს რომ აი ესეთი კვირეულები, შეხვედრათა ციკლები გაგრძელდეს უკვე ესეთ დიდ ქართველებზე და ასევე იმ იდეებზე, რომელიც დიდმა ქართველებმა შექმნეს და რომელზეც დადგა თვითონ საქართველო და ამასთან ერთად რაღაცნაირად მარტო ის კი არ არის საქმე, რომ გავიხსენოთ ვიღაც დიდი ადამიანები, რომლებმაც რეალურად, რომლების გამოც ჩვენ დღეს აქ ვართ. არამედ ის არის, რომ ჩვენ გვერდზე რო ესეთი ადამიანები არიან, ისინიც დავაფასოთ, აღმოვაჩინოთ, შევამჩნიოთ და ზუსტად ისეთი ფორმები მივცეთ მათ გარშემო ყველაფერს, რომ აი ამის გადაცემა მაქსიმალურ დიდ ნაკადით მოხდეს. და აი ეს ნაკადი ისეთი საგრძნობი იყო გუშინ და გუშინ წინ და ხვალ და ზეგაც ისეთი საგრძნობი იქნება, რომ ამას გაიგებენ ის ადამიანები, ვინც უშუალოდ შევაგერთებთ. და როგორც ვთქვი, იმ დიდ რაოდენობაზე როცა გავდივართ, ანუ როდესაც აკადემიაში დადიან ბავშვები, ანუ მსმენელად, მაყურებლად გაზრდაც ისეთივე მნიშვნელოვანია, ხო, იმ დიდ პოეტსაც ხო ჭირდება დიდი მსმენელი, რომ გავიგო, მე თუ არ ვიცი ენა და იმ სიტყვაკაზმულობაში უბრალოდ რაღაცა ასოები მესმის შინაარს თუ ვერ ვიგებ, ну დარჩება ეს პოეტიც ისე, ხო? აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან ცოცხალი პროცესი არის, ანუ თუ საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი არის ინტერაქცია აუდიტორიასთან და ინტერაქცია ვერ იქნება დიალოგის გარეშე და თანაბარი ხო და დიალოგი კიდე მარტო ლაპარაკი არ არის, დიალოგი არის მოსმენა. და ბევრი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას ძალიან. ანუ ხო მოვიდა ხალხი და ბევრი არის ახალგაზრდა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. კი ბატონო, და სწორედ ეს მაინტერესებს ახლა ესე იგი აკადემიის მთავარი აუდიტორია შედგება მოზარდებისგან, ხო? თქვენ ისაუბრეთ რომ არ არის მარტივი მიუდგე მოზარდს და შენი სათქმელი მიიტანო მათთან ისე რომ გასაგებად იყოს, ხო? და ინტერესებზე ისაუბრეთ. აი საინტერესო არის აი ახლანდელი მოზარდები, აი ის ბავშვები, რომლებიც თქვენს აკადემიაში არიან, ან უბრალოდ ზოგადად ახალგაზრდები, რა ინტერესს გამოხატავენ ლიტერატურის მიმართ, ან ეს კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს რა იკვეთება, როგორი შთაბეჭდილება გრჩებათ, როგორი დამოკიდებულება აქვთ დღეს ახალგაზრდებს ლიტერატურის, ხელოვნების, პოეზიის, ყველაფრის მიმართ. ესე იგი, გავმიჯნოთ ასე ვთქვათ ორი მიმართულება სიტყვის აკადემიის. ერთი არის ვთქვათ საჯარო პროექტების შეხვედრები, სადაც ყველა საკონკურენტო კატეგორიის ადამიანი მოდის, რომელიც ახლა galaktionis კვირეულია და ასევე საკვირაო სკოლას, რომელიც არის 7-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის და ის უკვე ყოველკვირეული პროექტი არის. ზოგადად თქვენ კითხვას რაც შეეხება, იცით რა არის ჩვენ რა ამ პროცესში რაც აღმოვაჩინეთ არის ეს, რომ რეალურად ის
წყურვილი ახალგაზრდებში ასეთი საკითხების მიმართ არის, იმიტომ რომ ეს ადამიანის განუყოფელი ნაწილი არის. ანუ ადამიანი თვითონ არის რაღაც მეტაფიზიკური არსება, ის არ არის ცხოველისგან რაღაცით განსხვავდება და აი ეს რითაც განსხვავდება, ეს არის რაღაცა ის რომ აქვს შინაგანი დიდი რესურსი. და ეს შინაგანი დიდი რესურსის შემავსებელი არის სწორედ ხელოვნება, ლიტერატურა და ის საკითხები, რაც ადამიანს კიდევ უფრო სიღრმეში ახედებს, ცხოვრების არსში ახედებს. და ეს არის უბრალოდ ადამიანური ფაქტორი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს. 10 საუკუნის წინაც ქონდა ადამიანს პირობითად ვამბობ, 5 საუკუნის და დღესაც აქვს. და ბავშვებსაც დღეს ეს ყველაფერი აქვს. უბრალოდ ერთი განსხვავება არის, რომ დღეს აი ამის მიწოდება ინფორმით რომ მათ ეს მიიღონ, ამის დეფიციტი იგრძნობა ხოლმე. და ეს როგორ თქვა, ეს ჩვენი გამოწვევაც არის ყოველდღიური და ეს ჩვენი ყოველდღიური საფიქრალი და ყოველ ღამეც ამაზე ვფიქრობთ, რომ აი რა გავაკეთოთ ახალი, როგორ მივუდგეთ ახლებურად საკითხს. ძალიან რთულია სოციალური ქსელი, იმდენ დროს ართვებს არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსო და იმდენი ინფორმაციაში, იმიტომ რომ რაღაც ახალით გავაკვირვოთ. თან ჩვენც ვაწყდებით იმ პრობლემებს, რომ დაკავებულები არიან აი აქ თამაშით, ამ ინფორმაციებით, სახლიდან არ უნდათ გასვლა და ამ დროს მსგავსი კლუბები ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ახსენეთ, რომ ფსიქოლოგებიც მუშაობს ჩვენთან, ხო, ბავშვებთან დამოკიდებულებაში. რა პრობლემებს ვაწყდებით, ცოტა პრობლემური კუთხითაც რომ შევხედოთ, გარდა ამ კვირეულისა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ხმამაღლა ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. აი, ზუსტად ამის გაგრძელება იქნება. საკვირაო სკოლა ერთი სივრცე არის ალტერნატიული სივრცე, სადაც ბავშვები ესე ღირებულად ატარებენ დროს, მაგრამ ერთი ასე ვთქვათ, კიდე კულმინაციული, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე არის ხოლმე, არის ჩვენი ბანაკი. სადაც 7 დღით ბავშვები მიდიან, აქ არანაირი ტელეფონი და გაჯეტი იქ აღარ არის უკვე, მარტო დილით და საღამოს 15-20 წუთი, დილით და საღამოს რო შოვლებს მიწერენ, აი კარგად ვართ და ესე ვარ და ესე ვარ. და ესე იგი დანარჩენი დღე არის თლიანად ცოცხალი ურთიერთობები, ძამრავალფეროვანი პროგრამით. საერთო საბანაკე თამაშები, რომელშიც 150 ბავშვი ერთად თამაშობს. არის ესე თქვა ძალიან გამორჩეული სპიკერები, მაგალითად ეხლა ზამთრის ბანაკში იქნება ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გიორგი კეკერიძე, გია მურღულია, გიგი დედალამაზიშვილი მგზავრების სოლისტი, მაია ბარათაშვილი, ეს ყველანი ეწევიან ჩვენ ბანაკს და კიდევ სხვა ადამიანები და აი იმდენად ამ პროცესში ის ერთვებიან ხოლმე სპორტული, იმიტომ რომ შესანიშნავი ინფრასტრუქტურა არის სადაც ვატარებთ ბანაკებს და იმდენად ერთვებიან ხოლმე ამ პროცესში რომ საერთო ტელეფონი კი არა, აი ფილმსაც იღებენ და ერთ-ერთი ფილმი აი ზუსტად ზაფხულის ბანაკში იყო რომ ბავშვებმა ფილმის ბოლოს გამოიტანეს ესეთი ფრაზა რომ მადლობა ლიდერებო რომ ტელეფონებს გვართმევთ. აი სადამდე მიდის ბავშვის აზროვნება, როდესაც მას აქვს ალტერნატივა, იმიტომ რომ ტელეფონთან ბრძოლა არ არის ტელეფონთან ბრძოლა, ტელეფონთან ბრძოლა არის ალტერნატივის შეთავაზება, რომ მე თუ ტელეფონს არ ავიღებ, მაშინ რა გავაკეთო? და ის სწორედ ეს პროცესი არის ერთ-ერთი. სულ ანალოგია მახსენდება იმაზე, რომ ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ საზოგადოებრივ არსებად ბოლო-ბოლო ამ შემთხვევაში ტექნოლოგიებს არავინ არ ებრძეს ძალიან მნიშვნელოვანი ის ნივთი ახლა იგივეა რომ უბრალოდ თუნდაც იგივე მჭედელი რო ხარ ჩაქუჩის მონა არ ხდები ხო ანუ პირიქით ჩაქუჩი არის ინსტრუმენტი რომლითაც მთლიანად აი თუნდაც ეს სივრცეა აწყობილი ხო ბოლო-ბოლო ამ შემთხვევაში საუბარი იმაზეა რომ ყურადღება იმდენად აქტიური რესურსია ჩვენი და თვისება ეს ყურადღება როდესაც მზა პროდუქტებზეა მიმართული ვიღაცის გამზადებულზე იმან კი დაატანა თავისი ფანტაზია და უნარები ამის შექმნას, მაგრამ შენ 24 საათი თუ უბრალოდ მზა პროდუქტის მომხმარებელი ხარ, შენი ფანტაზია და ყურადღება გადართულია უბრალოდ გამოყენებაზე. და ამ შემთხვევაში არ ვითარდება, იმიტომ რომ არ ჭირდება, ხო, ყველაფერი გამზადებულია. ამიტომაც წიგნი ამით განსხვავდება დაუშვათ სხვა რაღაცებისგან, რომ წიგში ხშირად გჭირდება ფიქრი, იმიტომ რომ თქვენი წარმოდგენილი თუნდაც აი პატარა პრინციპი ახსენეთ, სულ სხვანაირად გამოიყურება, ჩემი სხვანაირად, თქვენი სხვანაირად და იგივე ბეთჰოვენის სიმფონია, რომელიც ახსენეთ, ჩემთვის შეიძლება ოდნავ სხვანაირად ჟღერდეს, თუნდაც იმიტომ რომ დავუშვათ კურზე და თქვა დავამბიჯა და თქვენი სულ სხვანაირად ჟღერდეს და სულ სხვადასხვა შინაარსი გამოვიდანოთ. კი ბატონო, აი და მე ბოლო კითხვა მექნება თქვენთან, მშობლები ვახსენეთ და ვფიქრობ, რომ მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მოზარდი განსაკუთრებით ბავშვი მშობელმა უნდა მოიყვანოს თქვენამდე, ხო? და თან გააზრებულად უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ მშობელმა უნდა აღიქვას, რომ ეს არ არის ის სივრცე, სადაც უბრალოდ ბავშვი დაკავდება და უბრალოდ მის რაღაცა ერთი დღის გარკვეულ ნაწილს წაიღებს. აი თქვენ როგორ შეგიძლიათ, რომ ახსნათ ან უთხრათ უბრალოდ მაყურებელს მშობლებს რომლებიც ახლა გვიყურებენ რისთვის არის ეს საჭირო და როგორ წაადგება თავად მასაც როგორც მშობელს ამას ეძახიან ხოლმე ესეთ სამკუთხედს რომელიც აუცილებლად უნდა შეიკრას რომ საერთო მიზნისკენ მივიდეთ და ამ სამკუთხედში არის ერთი მხრივ ბავშვი მეორე მხრივ მშობელი მესამე ორგანიზაცია
და ამ სამის ვექტორი ერთად არის მიმართული აი ამ საერთო მიზნისკენ, რასაც ბავშვის პიროვნული ზრდა ჰქვია. და ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლების ხელშეწყობის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი არის რაიმე ნაბიჯის წინ გადადგმა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენ მშობლებთან ერთად ექსკლუზიურად მათთვის არის ხოლმე შეხვედრები, აი ხალხანს გუშინ წინ იყო ბატონ გია მურღულია ჩამოვიყვანეთ თბილისიდან და იყო აღზრდის თემაზე. ესეთი სათაური იყო, რომ ესე იგი აღზრდა ტირე მზადება ცხოვრებისთვის. აი რას ნიშნავს აღზრდა, ხო? გაზრდა და აღზრდას შორის განსხვავება არის. და ეს მაგალითად ჩვენი ფსიქოლოგებთან ახლა საუმე ფანჯეკიძესთან ფსიქოლოგთან იგეგმება საკვირაო სკოლაშობლების შეხვედრა უკვე თბილისში რო ჩავალთ და აი ეს მუდმივად შეხვედრები რას ნიშნავს აღზრდელობითი პროცესი, იმიტომ რომ იმდენად რუტინული არის ჩვენი ცხოვრება, რომ აი სამსახურის სახლი, ტელეფონი გაგვიძება, დაძინება, ჭამა და ხანდახან ჩვენი მთავარი დანიშნულება გვავიწყდება და გვავიწყდება ის თუ რა არის რეალურად გამოდის რომ უბრალოდ ვცხოვრობთ და უბრალოდ ვცოცხლობთ რაღაცნაირად ესე ხო და არ ვცხოვრობთ. ეს ჩაფიქრების მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთმანეთს. ვარსე. მოგეთ ხო შენ თვითონ თუ არ ქმნი შუამავალი უნდა იყო შენი არსებობით დავუშვათ იმ შენს წინა თაობაში შევქმნილსა და შენს მერე ვინც იქნება იმას შორის ხო შეიძლება შენ არ ქმნიდე მაგრამ ეხმარებოდე ადამიანს ქმნიდე. ესეც ხო ძალიან დიდი როლია. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს დავამატებ ის არის რომ ეს ყველაფერი დაცლილია ეს სივრცე ლიტერატურული და ფსიქოლოგიის და ბანაკის სივრცე მათ შორის დაცლილია ტრაფარეტებისგან. ანუ ამ ტრაფარეტების დამსხვრევაზე ხშირად მუშაობთ ხოლმე. არ არის შაბლონები შეთავაზებული ურთიერთობაში რაღაცა წინ ღიმილი და აბა იქით რა ხდება რო არ იცი და ზაინტროექტები ხო რა ანუ გულწრფელობაზე აბსოლუტ ცოცხალ ჯანსაღ ურთიერთობებზე აგებული სივრცეა და ვურჩევ ყველას მშობლებს თქვენ თუ გიყურებთ ახლა ჩვენ აუცილებლად მოიყვანეთ თქვენი ბავშვები ჩვენთან და ერთად ვისაუბროთ ვიდარდოთ და განვიცადოთ ის ტკივილები და სიხარულები რაც დღევანდელობას აწუხებს და რაც ყველას ერთად გვადარდებს. ძალიან დიდი მადლობა. მე კითხვა აღარ მაქვს. ამით დავასრულოთ. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ბევრჯერ გელოდებით, როგორც გადაცემაში, ასევე ქალაქში. ვფიქრობ, რომ კარგი მასპინძლები ვართ. დავშვიდობოთ, ხო, ჩვენ. წარმატებებს ისრვა. მადლობა. დარჩით ჩვენთან ერთად, ჩვენ ისევ რამდენიმე წამში დავუბრუნდებით. მოკლედ საუბრობთ განათლებაზე, უნიშნულოვანეს თემაზე და არ შემიძლია აქ არ გავუსვა ხაზი პედაგოგების ღვაწლს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პედაგოგის გადადგმული ნაბიჯი და იმ სიყვარულის დათესვა მოსწავლეებში, სტუდენტებში, რაც შემდეგ გამოიღებს ნაყოფს წლების შემდეგ და ეს უკვე მოქმედებს ჩვენ საზოგადოებაზე და რა კი ესეთი განათლებული საზოგადოება, კეთილი, გაცნობიერებული გვეყოლება ურთიერთობებიც ერთმანეთში ძალიან კარგი ექნებათ ადამიანებს და რა თქმა უნდა პედაგოგებიც კი ძალიან დიდ გრძელ და შრომატევად გზას გადიან, კვალიფიკაციას იმახლებენ, უამრავ ტრენინგზე მიდიან, იმიტომ რომ თავის უსაყვარლეს სტუდენტებს და მოსწავლეებს გაუზიარონ აი სითბო, სიყვარული და განათლება, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ახლა პროექტზე პროფესიული განათლების კოლეჯებისთვის და უნდა მოვიწიოთ სტუმრად სტუდიაში ნანა ანანიძე, პროფესიული განათლების მასწავლებელი და ელენე კურტაინძე, აკადემიის PR მენეჯერი. გამარჯობა, მოგზანდეთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოგზანდით. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია პროფესიული განათლების კოლეჯებისთვის, რომ აი ეს გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება მოხდეს, იმიტომ რომ ისეთი თაობა მოდის, მნიშვნელოვანია ეს გადადგმული ნაბიჯები მათთვის და ყოველწლიურად მიდგომა ფსიქოლოგიური იქნება, განათლების კუთხით იქნება, პედაგოგის ეთიკა, კულტურა ვითარდება და ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ ყველაფერს და ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბროთ ამ პროექტის შესახებ, თუ რას უხადის პედაგოგებს და რა მნიშვნელობა აქვს ასევე სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის. პირველ რიგში მოგესალმებით. გელოცავთ ამდენ შობა ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე ამ სივრცეში უკვე 8 წელია ვარ პროფესიული განათლების მასწავლებელი და განათლება როგორც ვთქვით პირველია, უპირველეს ყოვლისა. ეს ჯილდო
აქედან შეიძლება აღვნიშნო, რაც პირველად ჩატარდა საქართველოში პროფესიული განათლების მასწავლებლისათვის მიწოდება, იმიტომ რომ არ ყოფილა, იყო რაღაც სიგელები, ვთქვათ, კერძო საჯარო სკოლებში, მაგრამ როგორც პროფესიული განათლების მასწავლებლებს ასეთი ჯილდო არ ქონია და ჩემთვის ეს ჯილდო ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, არის мотиваცია თან, რა ქვია, არა მარტო პირადი ვთქვათ, პასუხისმგებლობა ან პირადი წარმატება, უბრალოდ მთელი სტუდენტების, მთელი სამედიცინო აკადემიისა და იმ გულშემატკივრების დაფასება მიმაც მიიღო ამ დიდი მონაწილეობა. თვითონ აი ამ კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ გზაზეც ორი სიტყვით რო გვითხრათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კი არის დაფასება, მაგრამ უდიდესი შრომაა ჩადებული. რა თქმა უნდა, უდიდესი შრომაა და უბრალოდ ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აქ არა მარტო თქვათ, შეიძლებოდა რომ იყო წარდგენილი, თქვათ, ძალიან ბევრი საქართველოს ყველა კუთხიდან და ამ ყველა კუთხიდან მაგალითად 35 წარდგა ამ წოდებაზე და ამ 35-ში აღმოჩნდით მე და აქედან 6 ჩვენი სამედიცინო აკადემიიდან. ამიტომ ეს გავლილი გზა, რასაც ქვია, შრომა, ტრენინგები არ უნდა გაჩერდე და თან მასწავლებლის პოზიცია ცოტა განსხვავებულია დღესდღეობით, იმიტომ რომ იყო თან წარმატებული, თან მიიღო ეს ჯილდო, ცოტა რაღაც უნდა შეიტანო შენი წვლილი ამ განვითარებაში. იქ არის, თქვა, ძალიან ბევრი კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, რომ მოხდე აქ, ჩემის აზრით და ძალიან ბევრი კრიტერიუმები იყო, რომელზეც მაგალითად ელენე იყო და ისაუბრებდა რა კრიტერიუმები თქვა მოხდა შერჩევა. დიდი მოусმენთ ელენე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს კრიტერიუმები, ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ყველაფერს და აი ეს თანამედროვე მიდგომები, თუნდაც ეს განვითარება, ანუ კრიტერიუმები როგორ ესადაგება ეხლა ამ ყველაფერს. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის დაარსების დღიდან ჩვენი სამედიცინო აკადემია მისი აქტიური წევრია და ეს არის ჩვენთვის პირველი წოდება და ჯილდო ამ კოლეჯების ასოციაციის ფარგლებში. შარშან ძალიან ბევრი სამადლობო სიგელი და ამ შემდეგ მიგვიღია. რაც შეეხება მაგისტრი მასწავლებლის წოდებას, ეს არის პირველი წელს შემოიღო კერძო კოლეჯების ასოციაციას. მინდა მადლობა გადაუხადო მას და მის დირექტორს ბატონ ხელმძღვანელს ბატონ კახა ერაძეს. ძალიან დიდი მადლობა მას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, იყო ნამდვილად ბევრი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეირჩა საქართველოს როგორც ხალბატონმა ნანამ აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალი კერძო კოლეჯის მასწავლებლები. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა კანდიდატს, ასევე ის უნდა ყოფილიყო ლიდერი. კიდევ ერთი საინტერესო კრიტერიუმი იყო ის, რომ არა მხოლოდ აკადემიის რეკომენდაციით და შეფასებას აქცევდნენ ყურადღებას, არამედ სტუდენტებიც აფასებდნენ თავიანთ მასწავლებლებს. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ეს რეკომენდაცია ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემი აზრით. ასევე იყო ინოვაციური მიდგომა სწავლების და ხალბატონი ნანა ფიქრობ ამ კრიტერიუმებით განსაკუთრებით გამოირჩევა, იმიტომ რომ მისი ინოვაციური მიდგომა და განსხვავებული აქტივობები ლექციებზე, პრაქტიკულ სამუშაოებზე გამოირჩევა და ერთ-ერთი არის მაგალითად ვაჟა-ფშაველა და აი რა იგულისხმება ინოვაციურ მეთოდებში. კიდევ ერთხელ მე პროფესიულ განათლებაში ვასწავლე თქვათ ასე ორ მოდულს, ეს არის ბოტანიკა და ბიოქიმია და დღეს სტუდენტების გაჩერება ლექციაზე ცოტა ისეთი რთულია თუ რაიმე ახალი არ შემოიტანე. თუ ეს მხოლოდ თეორიული. ხო, დიახ, რა თქმა უნდა, ანუ თეორიული მასალის პრაქტიკაში განხორციელება იყო ძალიან კარგი და ეს ჩემი ინიციატივით იყო მაგალითად, როდესაც გავდიოდით ყვავილის აგებულებას თუნდაც დავაკავშირე თემა ვაჟა-ფშაველა და ბუნება. ვიცით რომ ვაჟა-ფშაველა იყო ერთ-ერთი მგოსანი და აი ყვავილთან შეხებაში თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო და თუ როგორ აგებულება ქონდა და თუ რას გრძნობდა ის. ან თუნდაც იყო ესეთი ლექცია თესლის აგებულება და ვიცით რომ მაშინ გვაქვს ასეთი ბრწყინვალე დღესასწაული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და აი აქ გავაკეთე თესლის აგებულებასთან ჯეჯილის დათესვა პრაქტიკული მეცადინეობა ჯგუფებს შორის და აქთან იყო კავშირი, იმიტომ მე ბიოგიმიასაც ვასწავლი და აი ყველა ის ატრიბუტი რაც შედის თქვათ აღდგომის დღესასწაულში კვერცხი, ჯეჯილი, სანთელი ეს რა ქვია პასკა გამოყენებული მქონდა ეს თითოეული და თითოეულის დახასიათება. თუნდაც კვერცხზე თავისი მნიშვნელობა თქვათ ბიოქიმიდან იყო და იყო შეჯამება ორი მოდულის თან ამ თესლის აღმოცენების
თვითონ როგორ თესავდნენ ბამბის მნიშვნელობა ბოტანიკაში ცოტა განსხვავებულია ამ ყველა რა ქვია ყვავილის თესლის ფესვის აგებულება და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მოვარჩია. პრაქტიკაში რომ გავახორცეთ ეს ყველაფერი და განახორციელეთ, იყო მნიშვნელოვანი ამ თაობისთვის. ეს უფრო მეტად ინტერესს ხნიდა სტუდენტებისთვის, რომ სხვა ლექციაზე თქვა რა აქტივობა უნდა ყოფილიყო, სულ ახალ-ახალი აქტივობები. ჩვენ ვიცით სამედიცინო აკადემია მდებარეობს და ჩვენ წინ არის ესეთი პატარა ეზო, სკვერი, სადაც გვაქვს ნაძვები, ხედავ, ვცდილობდი რომ აი ყველა ლექცია თქვა, როცა იყო ფარუქცესლოვანების ანწიწოვანი მცენარების აგებულება, ჩავსულიყავით თქვა ეზოში და იქ ღია ლექცია პირდაპირ იქ ჩაგვეტარებინა სტუდენტებისთვის თავიანთი საყვარელი ყვავილზე ესაუბრათ. აი ამით უფრო მარტივად იმახსოვრებდნენ ამ თითოეული ყვავილის თუნდაც ფოთლის ხის აგებულებას. ან იყო ესეთი დავალება მაგალითად რომ პირველ დღეს როცა მოვიდოდნენ თავიანთი საყვარელი ყვავილი აიღწერათ. ამის მიხედვით რომ მარტივად იმახსოვრებდნენ იმ თუნდაც იმ ყვავილის აგებულებას. ან იმ ყვავილის მეტი ანალიზატორია ჩართული ახვის პროცესში, მით უმეტეს კარგად გამახსოვრდება. ან ის ყვავილი რომელიც ყველაზე მეტად მათ უყვარდათ, ან იმ ყვავილი რომელიც თქვათ უნდათ რომ ეჩუქებიათ მათთვის რატო ეს ყვავილი და ეს თავისთავად ბადებდა ახალ ინტერესს სხვა ლექციის მიმართ. ეს იყო რაღაც ეს სავალდებულო გახდა ხო სწავლის პროცესში, იმიტომ რომ თქვენ უამრავ პრაქტიკას გადიხართ, კვალიფიკაციას იმაღლებთ. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ეს რომ სოციალურმა ქსელმა და გაჯეტებმა კიდევ უფრო გონება გაფანტულობა გამოიწვია და ფოკუსირება არის საჭირო რომ პრაქტიკაში გადავიტანოთ და პირდაპირ ხედვითი კი ანუ აი ამაზეც რო გვესაუბროთ რომ როგორ შეიძლება მაინც ამ ყველაფრის მოგვარება და რომ გაუზიაროთ ზუსტად პედაგოგებს ის რომ მხოლოდ თეორია უკვე აღარ იმიტომ რომ გონება ვეღარ იტევს ამდენ ინფორმაციას რა თქმა უნდა ზუსტად აი პრაქტიკაში დანერგვა თეორიული მასალის. ეს იყო ჩემი პირადი იდეა, ვთქვათ. ეხლა თუნდაც ავიღოთ იგივე ბიოქიმია. ძალიან რთულია, ვთქვათ, ბიოქიმიაზე იჯდე და უსმინო. ამიტომ ვიჯექით და ხო, აი პრაქტიკული ხო, აი ცოტა რთულია, ამიტომ იქ მეთოდების, ახალი ინოვაციების, აქტივობების ჩამატება მე მგონი მნიშვნელოვანია. ყველა მოდულში შეიძლება ვთქვათ, რაღაცი შემოტანა ახალის. აი რაღაცასთან დაკავშირება. საბოლოოდ გამოდის რომ თუ არ აუწყეთ ფეხი ამ თაობას, ისე ვერ ვივლით მათთან ერთად. შეიძლება რომ ასე ითქვას და რატო ახლა ჩვენაც რო ქონდა ვიზუალიზაცია რაღაცები, ჩვენც უკეთესად გვეცოდინებოდა იგივე რაღაცები ხო ჩვეულებრივად. პრეზენტაციები აქ მეთოდები. ეს არა სავალდებულო რომ მაინდამაც უნდა ადგეს და სტუდენტმა უნდა მოუყვეს. ანუ კითხვა-პასუხის რეჟიმში ახალი პრეზენტაციები, თავისი შემოქმედებები, აი რითაც შეიძლება იყოს განსხვავებული ყველა ლექცია. დიახ და ქალბატონო ნანა, თქვენ ყოველდღიური შეხება გაქვთ მოზარდებთან და ანუ წარმოუდგენელი იქნება ახლა რო გთხოვოთ მაგალითად რამდენ მოზარდთან გქონიათ კონტაქტი და ყველაზე მეტად ალბათ ახლა თქვენ შეძლებთ რომ დაახასიათოთ დღევანდელი მოზარდები, როგორი თაობა გვყავს და რა იმედებს ამყარებთ ამ თაობას. არა მხოლოდ თქვენს მოსწავლეებს, ანუ ზოგადად მაინტერესებს და ასევე მაინტერესებს აი პრობლემები, რომლებიც იკვეთება ურთიერთობაში. გარდა იმისა, მოდი აღარ ვახსენოთ ეს გაჯეტები და ინტერნეტის სივრცე. კიდევ რა პრობლემები შეიძლება იკვეთებოდეს? პრობლემები, აი იცით რა, თავისუფლება ძალიან კარგია. მე მომხრე ვარ ამის, რომ სტუდენტებს აქვს თავისი არჩევანის უფლება. აი თუნდაც ჩვენ ვართ პროფესიული განათლების პედაგოგი, ხო? აი თავისუფლად აკეთებენ არჩევანს და არა იმ მშობლის მიერ ნაკარნახები სად უნდა მოხდეს. ეს არის ერთ-ერთი მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი. ამის ხრივ კიდევ შეიძლება რომ სტუდენტები თქვათ იგივე მოზარდები მეც შვილი მყავს თქვათ 20 წელი 21 წლის და ცოტა ადვილია ამის ხრივ სტუდენტებთან ურთიერთობა იმიტომ რომ ვიცი ახალგაზრდებს უმდენად რა მოწონს რისკენ უფრო აქ ტოლვა რა შეიძლება რომ უფრო იყოს სიახლე მე ვფიქრობ შეზღუდვების დაწესება ცოტა რთულია თავისუფლება თავიანთი არჩევანის გაკეთება უფრო ამარტივებს მათთვის და უნდა ისიც კარგიც უნდა ნახონ და იცოდით, უნდა გამოსცადონ საკუთარ თავზე თუ რა არის მისთვის უკეთესი. ანუ რაღაცა მითითებას, აი როგორც პედაგოგი. აი პედაგოგი აძლევს რჩევას, დარიგებას, მიმართულებას. რა თქმა უნდა ეს ძალიან კარგია, მაგრამ არჩევას აკეთებს თვითონ. უკვე არჩევანი. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, აი ზუსტად ამ სიტყვის ნიშნობა გავიგოთ სწორად. და ვფიქრობ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა
ან შეზღუდები დავარღვიოთ და არ ვიყოთ არაფერში შეზღუდული და ვაკეთოთ ის უცებ რაც აზრად მოგვივა, ან ის უცებ რაც მინდა რომ ვაკეთო. მაგრამ ზუსტად თავის მართვა არის ის თავისუფლება, შეიძლება სურვილი ბევრი იყოს, მაგრამ დამანგრეველი და საშიში იყოს ეს სურვილი და აქ უნდა ვიცოდეთ ბალანსი, რომ ჩვენ სულს და შინაგან ემოციას და გარემოებას ხელი არ შეუშალოს ამ ყველაფერმა. ალბათ აქ გაქვთ თქვენ ძალიან დიდი პასუხისგებლობა, რომ ეს თავისუფლება და საქმისადმი სიყვარული ხო თქვენი პროფესიის ჩაუნერგოთ ისე, რომ ბალანსი იყოს ამ ყველაფერში. სწორად აღიქვან. სწორად აი ერთ კიდევ ესეც მოვიყვანს, რომ აი თავისუფლებაზე და აი როდესაც მე თქვა ლექციური მეცადინობა მაქვს და არის ესეთი ჯგუფური თამაში თქვა ხო შეჯიბრება და აი ჯგუფში ორი ჯგუფი მყავს. იქ არასდროს არ ვიჩევს საუკეთესოს მე ლიდერად. აი ვანაწილებ ისე რომ ის ვიცი რომელსაც აქვს თავისი შესაძლებლობა, მაგრამ არ შეუძლია ამის გამოხატვა, ყოველთვის ვაყენებ იმას ლიდერის ადგილზე. იმან უფრო კარგად იცის თქვა იმ ჯგუფში, ვინ უფრო კარგია, ვინ უფრო ცუდი. აი არასდროს არ გამინსხვავებია, ვიცით რომ თქვა 20 ადამიანში ყველა შესაძლებლობა განსხვავებულია, ხო? შეიძლება ზოგი იყოს ლიდერი, ზოგი იყოს თქვა მხატვარი, ზოგი უფრო საერთო განათლება ჰქონდეს, მაგრამ აი ამ ბალანსის დაცვა ძალიან კარგი იქნება ყოველთვის ის არ იქნება ლიდერი, ვიზეც თავი აქვს წარმოდენა, რომ მე ვარ ყოველთვის წარმატებული და ლიდერი. აი აქაც ვაძლევ არჩევანს სტუდენტებს, რომ იყვნენ ერთი და იმავე დღეს არ იყოს ერთი და იგივე ლიდერი, განსხვავებული, ესეც შეიგრძნონ თუ რა არის ლიდერობა, როგორ უნდა მოხდეს თავიანთი თავის რეალიზაცია, არა მხოლოდ ჩემს ლექციაზე, სხვაგან როგორ უნდა მოახერხოთ თავის რეალიზაცია. ელენე, თქვენც როგორ ისაუბროთ, და უმნიშვნელოვანესი წილია შეტანილი ამ ყველაფერში და რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ესეთი აქტივობები, ესეთი პროექტები, ესეთი პედაგოგები ყავდეს ჩვენს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი აკადემია ნამდვილად ამაყობს, რომ 6-ვე წარდგენილი კანდიდატიდან 6-ვე ერთხმად აღიარეს და მათ მიენიჭათ ეს წოდება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი мотиваცია ჩვენი სხვა, ვთქვათ, ახალგაზრდა მასწავლებლებისათვის, რომ მომავალში ისინიც მათაც მიიღონ ეს წოდება, კიდევ უფრო მეტად მოინდომონ, თუმცა არავის არ აკლია мотиваცია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გახდნენ ღია, კიდევ უფრო მეტად მოტივირებლები და ასე შემდეგ და ვფიქრობ, ეს პედაგოგები, მასწავლებლები, რომელმაც მიიღეს ეს წოდება, დაიხმარებიან მათ ამ ყველაფერში. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ხალბატონმა ნანამ აღნიშნა, სხვადასხვა აქტივობები და ის რომ არ იყოს სწავლა მხოლოდ რუტინული, ამის გამო ჩვენ მოგეხსენებათ აკადემიაში გვაქვს სხვადასხვა სტუდენტური კლუბები. იანვრიდან უკვე ვიწყებთ სტარტაპ კვირეულს, ჩვენი არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ აკადემიურ პერსონალსაც შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ასევე პროფესიულ მასწავლებლებსაც. მოგეხსენებათ აკადემია ჩართულია ცირკულარულ ეკონომიკაში, რაც მოიცავს ნარჩენების მდგრად გამოყენებას, გადამუშავებას და ასე შემდეგ. ამის ფარგლებში აკადემიას თავაზობს იანვრიდან ჩვენს სტუდენტებს და არა მხოლოდ სტარტაპ კვირეულს, რომლის ფარგლებშიც ისინი გაივნიან ტრენინგებს, თუ როგორ შექმნა სტარტაპ იდეა, სტარტაპ პროექტის წერა, სპიჩინგი, პრეზენტაციის შედგენა, რის შემდეგაც ისინი ჟიურის წარუდგენენ თავიანთ პროექტებს და ის პროექტი ან პროექტები, რომლებიც ყველაზე მაღალ შეფასებას მიიღებენ, დაფინანსდებიან და აკადემიის ბაზაზე განახორციელებენ თავიანთ პროექტს. ძალიან კარგი ამბავი გითხარით, საომავლო გეგმაზეც ვისაუბრეთ. მაშინ ის გადაგვრჩენია, რომ დავამშვიდობოთ ჩვენ სტუმარს, დარჩით ჩვენთან ერთად და ერთად დავამშვიდობოთ მაყურებელს. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად საათნახევრის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ კარგი ინფორმაციები გაიგეთ ჩვენგან, არ დაგავიწყდეთ ის საღამო, რომელზეც ვისაუბრეთ ხვალ და 25-ში თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ გალაქტიონის კვირეულს. ეს კიდევ ერთხელ დავაანონსე. დავამშვიდობოთ მაყურებელს და ხვალ დიდი შესვენება, როგორც ყოველთვის. პარასკევამდე თქვენთან ერთად ვარ ყველოვანი. ესე კი არის, ყოველდღე რო აღარ თქვა ყოველი გადაცემის ბოლოს. აი ესე საოცარი განწყობით გემშვიდობებით. თქვენ წარმატებას გისურვებთ. აბა დროებით ბედნიერი დღე.